სწავლა ეს გამდიდრების დასაწყისია. სწავლა ეს ჯანმრთელობის დასაწყისია. სწავლა ეს სულიერი განვითარების დასაწყისია. სწავლისა და ჭეშმარიტების წვდომის პროცესში საოცარი მოვლენები ისახება. თუ ადამიანი არასწორ გზას ადგას, ძნელია მისი გადარწმუნება, რომ კურსი შეცვალოს. განათლება კი აიძულებს თვითონვე გააკეთოს ეს. მიმართეთ თქვენი ინტერესები ორი რამისკენ, ცხოვრებასა და ადამიანებისაკენ. მოდი თუ გაინტერესებთ, ამაზე დავილაპარაკოთ. თუ სკოლაში სწავლობთ, დარწმუნდით, რომ ცოდნას იღებთ. თუ როგორ იღებთ მას და როგორ გამოიყენებთ მომავალში, თქვენზეა დამოკიდებული. ჩემი რჩევაა, არ წახვიდეთ სკოლიდან მის გარეშე. არასოდეს დაგენანოთ ფული, რომელსაც განათლებაში ხარჯავთ. თუ თვითგანათლებას შეუდგებით, ბევრად მეტ ცოდნას მიიღებთ, ვიდრე გამოყენებას შეძლებთ. რა ხდება მაშინ, როცა თქვენს ცოდნას ან იდეებს სხვებს უზიარებთ? თუ თქვენ იდეებს 10 ადამიანს გაუზიარებთ, ისინი ამას ერთხელ მოისმენენ, თქვენ კი 10 ჯერ. თუ ინატრებთ იოლ ცხოვრებას, ინატრეთ, რომ თქვენ გახდეთ უკეთესი. არ ინატროთ ნაკლები საქმე, ეცადეთ გამოიმუშაოთ მეტი უნარ-ჩვევები მისი შესრულების დროს. არ ისურვოთ ნაკლები განსაცდელი, ისურვეთ მეტი სიბრძნე. ჩემი ძმა და მეგობარი ჯიმ რონი. სწორი კვების ტონის კორექციის კონსულტანტი ჯაბა თქვენს სამსახურში.